გამარჯობათ. ვიწყებთ სალექციო კურს მიკრობების მოლეკულურ ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაში. პირველი ლექციის თემაა მიკრობების მრავალფეროვნება და მათი თავისებურებები. მიკრობები, ანუ მიკროორგანიზმები, ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვანი ჯგუფია. ისინი ძირითადად პატარა ზომისაა, მარტივი აგებულება აქვთ და თვალით უხილავია. მიკრობები პირველი ორგანიზმებია, რომლებიც დაახლოებით 3.4 ბილიონი წლის წინ გაჩნდნენ დედამიწაზე და შემდეგ ადვილად ადაპტირდნენ ცვალებად გარემოში. მიკროორგანიზმები აღმოჩენილია ბიოსფეროს ყველა ნაწილში, სხვადასხვა ექსტრემალურ პირობებში, წყალსა და ნიადაგში, ცხელთერმულ წყლებსა და ანტარქტიკის ყინულებში, ოკეანეების ყელზე და მაღლა ატმოსფეროში, კლდის სიღრმისეულ ადგილებსა და ჭაობებში, ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში. ეს პაწაწინა ორგანიზმები ცვლიან და მართავენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრობენ. მიკრობებმა ხელი შეუწყეს ახალი ეკოსისტემების შექმნას, ხოლო ზოგიერთ ასეთ ეკოსისტემაში განვითარდა უფრო კომპლექსური ორგანიზმები. 2 ბილიონი წლის განმავლობაში მხოლოდ მიკროორგანიზმები არსებობდნენ სამყაროში. მათ განავითარეს ძირითადი მეტაბოლური გზები, რაც ამჟამად დამახასიათებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის. აგრეთვე შეიმუშავეს სხვა მეტაბოლური პროცესებიც, რაც დღემდე მხოლოდ მათი უნარჩვევებია. ასეთია აზოტის ფიქსაცია. ბოლო გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ ჰაერში არსებული მიკრობები მონაწილეობენ ნალექის, წვიმის, თოვლისა და ამინდის ფორმირებაში. მიკრობები არსებით დროს
დღევანდელი შეხედულებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ვირუსების შესახებ. მიკრობიოლოგების ნაწილი მიიჩნევს მათ არაცოცხალ ორგანიზმებად და ამიტომ არ თვლის ვირუსებს ცალკე ჯგუფის სახით არ გამოყოფს ის მიაკუთვნებენ მას იმ ორგანიზმებს, სადაც ისინი ფუნქციონირებენ. მაგრამ ბოლო დროის კვლევის მონაცემებით სულ უფრო მეტი მიკრობიოლოგი ემხრობა იმ თვალსაზრისს, რომ ვირუსები წარმოადგენს სიცოცხლის განსაკუთრებულ ფორმას და ამიტომ ისინი ცალკე ჯგუფის სახით უნდა განვიხილოთ. თუმცა ყველა შემთხვევაში ვირუსები მიკრობიოლოგიის კვლევის ობიექტია და მიეკუთვნებიან მიკრობულ სამყაროს. მიკროორგანიზმების უმრავლესობა ერთუჯრედიანია, თუმცა არის მრავალუჯრედიანი ეუკარიოტული ორგანიზმებით, როგორიცაა წყალმცენარე, ზოგიერთი წყალმცენარე და სოკო. მიკრობული სამყარო ძირითადად მიკროსკოპულია და შეუერაღებელი თვალით შეუძლებელია მათი დანახვა. ასეთია თითქმის ყველა პროკარიოტი და ზოგიერთი ეუკარიოტიც, როგორიცაა პროტისტების უმრავლესობა, ზოგიერთი სოკო, ცხოველი და მცენარე. ზოგიერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მიკროსკოპულია, ხოლო ზოგიერთი ერთუჯრედიანი პროტისტები და ბაქტერიები მაკროსკოპულია და შეუერაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მიკრობების გენეტიკური და ფუნქციური მრავალფეროვნება საფუძვლად უდევს ფიზიკურ მრავალფეროვნებას და რის შედეგადაც მიიღება ბიოქიმიური უნარ-თვისებების ფართო წრე. მიკრობული სამყარო უზარმაზარია. მისი საზღვრები ასტრონომიულ განზომილებას აღწევს. დედამიწაზე არსებობს დაახლოებით 10-30 ხარისხში ბაქტერია, ინდივიდუალური ბაქტერია. მიკრობების დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მათი კვლევა სტანდარტული დღევანდელი ტექნიკით შეუძლებელია. ნებისმიერ გარემოში არსებული მიკრობული სახეობების დაახლოებით 1%-მდე კულტივაცია შესაძლებელი. დღემდე აღწერილია დაახლოებით 5700-მდე სახეობის მიკრობი. ამდენად მიკრობული სამყარო წარმოადგენს დედამიწის ბიომრავალფეროვნების ყველაზე დიდ შეუსწავლელ საგანძურს და მათი შესწავლა ითვლება მიიჩნევა ბიოლოგიის დიდ პერსპექტივად.